ხშირ შემთხვევაში კარგი მსახიობები საკუთარი როლის მსხვერპლნი ხდებიან. ასე დაემართა ექიმი ჰაუსის ვარსკვლავსაც ჰიუ ლორის. ეს უკანასკნელი სამედიცინო ჟანრის როლში ისე მოეწონათ, რომ ამჯერად თითქმის სამედიცინო სახელწოდების მქონე სერიალში თავის ქალა და ძვლებში შეიტყუეს. მსახიობი აქაც ცინიკური, გოჭლი, მაგრამ არა ექიმი, არამედ მეკობრე, სახელად ჩავწვერა იქნება. ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ასე რომ ჰიუმ შესაძლოა ბოლო მომენტში გადაიფიქროს, რაც ზუსტად ვიცით, მსახიობის მონაწილეობით 2014 წელს ერთი პრემიერაა დაგეგმილი. რეჟისორ კიმ ბარდანის ნამუშევარში მთავარ როლს ლორისთან ერთად სტეფან ფრაი შეასრულებს. რიანას თვითმფრინავში ჟურნალისტებმა ბუნტი მოაწყვეს. არადა პოპის პრინცესამ რეპორტიორები თავად დაპატიჟა, ექსკლუზიურ ინტერვიუსაც დახბირდა და ბოლოს აშკარად გადაიფიქრა. ამ ამბავში ყველაზე დაჩაგრული მაინც რირი გამოვა. ამ ამბის შემდეგ არ მგონია ვინმე მორიოდე კარგი სიტყვა მაინც დაწეროს მომღერლის შესახებ. არადა ყველაფერი კარგად დაიწყო. რჩეული ჟურნალისტები, შამპანურის ზღვა და ერთგული თაყვანისმცემლები. ზუსტად ასე დაიძრა მიწიდან თვითმფრინავი რიანას მსოფლიო ტურნეში სახელწოდებით 777. ყველა ვინც ამ თვითმფრინავში იმყოფებით მაგარ წვეულებაზე მოხვდით. წვეულებას თქვენ თვითონ მოაწყობთ. აი ეს ტიპიც კი მოაწყობს. თუმცა ლამაზმანი რამოდენიმე დღეში გაქრა. ჟურნალისტები კი მძევლების როლში აღმოჩნდნენ. არც წასვლა შეიძლება და სხვასაც ვერაფერს აკეთებ. პოპ ვარსკვლავის ყურადღების მიქცევა არც სხვადასხვა ლოზუნგების სკანდირებით გამოვიდა და არც დიდხნიანი ლოდინით. ბოლოს ჟურნალისტებმა რახან ვარსკვლავი არ გვიყვება არაფერს, სენსაციები ჩვენ თვითონ მოვაწყოთო. პირდაპირ შუა თვითმფრინავში ავსტრალიელმა ფოტორეპორტიორმა ტიმ დორმერმა ყველაფერი გაიხადა და თვითმფრინავი ადამის კოსტიუმით შემოირბინა. დიდი ხანი ველოდით რიანას საქმეც არაფერი გქონდა, ხო და საპირფარეშოში შევედი და გავიხადე. მე მგონი ყველა გაერთო. მოგვიანებით ახსნა სამშვიდობოზე გამოსულმა ჟურნალისტმა. თვითმფრინავიდან არც ერთ ჟურნალისტს აქამდე არ უნახავს რირი, თუმცა ეს მათ ახლა ნაკლებად აღელვებთ. მომღერლის სალანძღავიც მოემატათ და ტიმთან ერთად ფანტასტიკური დროც გაატარეს. რიანა მიკითხოს, რომ საკუთარ თვითმფრინავში მინი სტრიპტიზი გამოტოვა. თუ თქვენს წარმოდგენაში რეპერები შავი სამყაროს წარმომადგენლები და უგულო არსებები არიან, მაშინ კიდევ ერთხელ გეტყვით, თვალები გაახილეთ. ეს კლიშე 50 Cent-მა კიდევ ერთხელ დაანგრია. რეპერმა ქარიშხალის სენდის მიერ დაზარალებული ათასობით მსხვერპლის დახმარება გადაწყვიტა. ცნობილმა შემსრულებელმა დაზარალებულებისთვის თანხის შესაგროვებლად თავისი ახალი ენერგეტიკული სასმელის გაყიდვიდან შემოსული თანხები გამოიყენა. ერთ-ერთ ინტერვიუში 50 მახსენა, რომ იმ ადამიანების გადასარჩენად იზრუნებს, ვისაც ქარიშხლის შემდეგ საჭმელიც კი აღარ აქვს. რეპერმა ერთ-ერთი რესტორანიც კი დაიქირავა იმისათვის, რომ დაზარალებულებს საკვებისათვის იქ მისვლა შეეძლოთ. აი მადლიერების სადღესასწაულო ვახშამზე კი თვითონ ნათესავებთან ერთად იქნება. რეპერს თურმე ყველაზე მეტად ბებიამისის დამზადებული საჭმელი უყვარს და მასთან სამზარეულოში შესვლის უფლებას არავის აძლევს. ცნობილმა ფეხბურთელმა და ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა მამაკაცმა როგორც იქნა ახსნა, რატომ დატოვა აქტიური სპორტი. აღმოჩნდა, რომ დეივიდ ბეკჰემის ლოს-ანჯელეს გალაქსიდან წამოსვლის მიზეზი მისი მეუღლის ვიქტორია ბეკჰემის ჯანმრთელობაა. მე ამ კლუბისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული და ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ოჯახია. მე და ვიკიმ ვიმსჯელეთ ამის შესახებ. კონტრაქტის დამთავრებამდე 10 დღეა დარჩენილი, მაგრამ არ მგონია რაიმე შეიცვალოს. ახსნა ფეხბურთელმა ერთ-ერთი გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. ბეკჰემების ერთ-ერთმა ახლობელმა ცნობილი ოჯახის საიდუმლოებები გამოამზეურა. აღმოჩნდა, რომ ვიკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ექიმმა მას კლიმატის შეცვლა ურჩია. ახალი საცხოვრებელი ადგილი წყვილს ჯერჯერობით არ აურჩევია, მაგრამ სავარაუდოდ ეს ნიუ-იორკი იქნება. სხვათა შორის Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ახალი კლუბიც კი შეარჩია იმისათვის, რომ დეივიდმა სეზონი დახუროს და უბრალოდ მოწყენილობით არ მოკვდეს.
აღმოჩნდა, რომ როკი ბალბოას არა მარტო მარჯვნიდან დარტყმა, არამედ ვოკალური მონაცემებიც უვარგა. ჰამბურგში ამავე სახელწოდების მიუზიკლის პრემიერა შედგა, რომლის პროდიუსერებიც სილვესტერ სტალონე და სპორტსმენი ძმები კლიჩკოები არიან. ამღერებული ბოქსიორის ტრუსების სანახავად ასობით ადამიანი შეიკრიბა. ჰოლივუდელი მსახიობი და სპორტსმენი ძმები პრემიერას თავადაც დაესწრნენ. წითელ ხალიჩაზეც იპოზიორეს და ბოლოს მაყურებლებთან ერთად ადგილები დაიკავეს. სტალონე გამოტყდა, რომ დარტყმების ნოტებზე დასმაზე დიდი ხანი ოცნებობდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს როგორც იქნა მოხდა და დღეს პრემიერაა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუზიკლი როკი ბროდვეიზე ყველაზე პოპულარული გახდება. აღნიშნა ინტერვიუში სტალონემ. როკის როლს მიუზიკლში გერმანელი მსახიობი დრიუ სარიჩი ასრულებს. დადგმა თითქმის იდენტურად მიყვება ფილმის პირველი ნაწილის სიუჟეტს. დამწყები ბოქსიორი თავის ცხოვრების სიყვარულს პოულობს და ჩემპიონი ხდება. თუმცა ამჯერად ბრძოლებს შორის ეს უკანასკნელი ცეკვას და სიმღერასაც ახერხებს. ჯონ ტრაvolტას მეუღლე მსახიობმა კელი პრესტონმა მათი შვილის ჯეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენსაციური განცხადება გააკეთა. ვარსკვლავის აზრით, მან ოჯახში 3 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის ზუსტი მიზეზი შეიტყო. ამ თემაზე საუბრის ძალა კელი მხოლოდ ეხლა მოიკრიბა. მაშინ ტრაvolტას ოჯახი ბაჰამის კუნძულებზე ისვენებდა. 16 წლის ჯეტი შხაპის მისაღებად შევიდა. მას მერე კი ის ცოცხალი აღარავის უნახავს. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ თინეიჯერი თავის ძლიერი ტრაუმით გარდაიცვალა, რომელიც მან სააბაზანოში დაცემის შედეგად მიიღო. ჯეტი ბავშვობიდან მძიმე დაავადებით, კავასაკის სინდრომით იტანჯებოდა. კელი დარწმუნებულია, რომ ბავშვის ეს დაავადება მამამისის სისუფთავისა და წესრიგის მიმართ მანიაკალური მოთხოვნილების ბრალი იყო. ამაში მსახიობი თავად არაერთხელ გამომწყდარა. თითქოს შეპყრობილი ვარ სისუფთავით, ყველაფერი რაც ჩემ შვილს ეხებოდა სტერილური უნდა ყოფილიყო. ჩვენ სახლში წამდაუწუ მწმენდნენ ხალიჩებსაც კი, თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრაvolტა. კელიმ როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრა. ისიც თქვა, რომ მაშინ ვერ ხვდებოდა იმ ქიმიური პრეპარატების ზიანს, რასაც სახლის დასუფთავების დროს იყენებდნენ. საბოლოო ჯამში ამ პრეპარატებმა ჯეტის იმუნიტეტს დიდი ზიანი მიაყენა და თინეიჯერს ეპილეფსიის შედეგები დაეწყო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევის გამო მოხდა უბედური შემთხვევაც. მე ძალიან ბევრ ოჯახს ვესაუბრე და გავიცანი იმ ბავშვების მშობლები, ვისაც დაახლოებით იგივე დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. ყველა მათგანი გამოტყდა, რომ სახლში ბევრი ხალიჩები ჰქონდათ და მათ ქიმიური პრეპარატებით წმენდნენ. წყვილს კიდევ 2 შვილი, ვაჟი კლიპერი და ქალიშვილი ელა ჰყავთ. თუმცა იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ფიქრი მეუღლეებს მოსვენებას დღემდე არ აძლევთ.